როდესაც გვინდა რომ გამოვიყენოთ მოტორი, გვაქვს მოტორის ბლოკი, რომელთაც შეგვიძლია მისი მართვა და შეგვიძლია აქ მივხვდეთ რომელ პორტთან არის დაკავშირებული API თუ CS-თან და ბევრი სხვადასხვა ოფცია გვაქვს, რომელიც გვარეგულირებინებს აი ამ მოტორის მუშაობას. მაგრამ როდესაც მუშაობთ რაღაც უფრო კომპლექსურ პროექტზე, მაგალითად ვაწყობთ მანქანას, რომელიც შედგება არაერთი მოტორისგან, აი აქ ხშირად გამოყენებულ ბლოკებში გვაქვს გადაადგილების ბრძანება. ეს გადაადგილების ბრძანება საშუალებას გვაძლევს, რომ არაერთი მოტორი ერთდროულად დავაერთოთ ჩვენს რობოტზე და ერთდროულად მართოთ აი ამ ერთი ბლოკის გამოყენებით. აი პორტებში ახლა მონიშნული მაქვს A და B პორტი, ანუ ამ ორ მოტორს მართავ აი ამ ერთი ბლოკით. აქ შემიძლია მივთითო მიმართულება, ანუ წინივლიან თუ უკან დატრიალდებიან ჩემი მოტორები. აქ მაქვს მოხვევა. ეს მოხვევა უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ რომელიღაცა უფრო ჩქარა იტრიალებს, ანუ აი მაგალითად თუ მინდა რომ მოხვიო მარცხნივ, მაშინ B მოტორი უფრო მეტ ბრუნს გააკეთებს, ვიდრე A და ეს საბოლოოდ გამოიწვევს მოხვევას მარცხენა მიმართულებით. აქ მაქვს ასევე სიმძლავრე, რომელიც შემიძლია დავარეგულირო და შემდეგ მაქვს მობრუნების ხანგრძლივობა, რომელიც რამდენიმენაირად შემიძლია განსაზღვრო. ერთი პირველი აქ უკვე რაც არის ჩაწერილი არის ბრუნი, ანუ რამდენი ბრუნი მინდა რომ განვახორციელო, აქ თუ მივიდეთ 2-ს, ეს მოტორები ორჯერ დატრიალდებიან, 2 სრულ ბრუნს განახორციელებენ. ასევე შემიძლია ჩავსვა unlimited, რაც ნიშნავს, რომ უსასრულოდ განაგრძობს ბრუნვას ჩემი მოტორები. კიდევ მაქვს გრადუსი, ანუ ამით შემიძლია მივთითო რაღაც კონკრეტული რაოდენობა გრადუსებისა, რამდენიც მინდა რომ შემოbrunდნენ, შემიძლია მოვატრიალო რაღაც 36 გრადუსით და მოbrunდებიან მოტორები 36 გრადუსით და შეწყვეტენ ბრუნვას და შემდეგ ასევე მაქვს დრო, რომელთაც შემიძლია უბრალოდ დროითი ხანგრძლივობა მივთითო თუ რამდენი ხანი მინდა რომ ბრუნავდნენ ეს ჩემი მოტორები. და ბოლო რაც შემიძლია რომ მივთითო მოტორების მართვისას არის შემდეგი რა უნდა გააკეთოს ამ მოტორმა, არის ორი ვარიანტი, ერთი არის brake და მეორე არის coast. Brake ნიშნავს დამუხრუჭებას, ანუ მას შემდეგ რაც გააკეთებს იმას, რაც უთხარი, ძალიან ჩქარა დაამუხრუჭებს და გაჩერდება და ეს მეორე ვერსია coast არის რომ მიწოდებული ძალა სიმძლავრე, რომელიც მიეწოდება ამ ჩემს მოტორს, თანდათანობით დაიკლებს. ანუ ცოტათი უფრო ნელ-ნელა შეჩერდება, ვიდრე დამუხრუჭების შემთხვევაში შეჩერდებოდა. და აი ეს ყველაფერი, ეს მდგომარეობები, რაც შემიძლია რომ მივთითო აი ამ მოძრაობის ბლოკში, ყველაფერი ზუსტად იგივეა. მოტორის ბლოკშიც უბრალოდ ერთ-ერთი განსხვავება, როგორც უკვე აღნიშნე, ის არის რომ ამ შემთხვევაში შემიძლია რამოდენიმე მოტორი მართო და იმ შემთხვევაში შემიძლია მხოლოდ ერთი კონკრეტული მოტორის მართვა.